ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი გია კვაშილავა. მობრძანით ბატონო გია. თქვენ გააშიფრეთ ფრესკოს დისკო და კიდევ ერთხელ მინდა მოყვეთ რა არის ეს და აი ამ თქვენმა გაშიფრამ რა რეზულტატი დაგვიდო. 2008 წელს ინგლისში სამეფო აკადემიაში ლონდონის სიძველეთა საზოგადოებაში ჩვენი მოხსენება წარვადგინეთ. ფესტოს დისკოს უძველესი საერთო ქართულ ენაზე გაშიფვრის თაობაზე. იქ იყო 100 მოხსენებელი, 100 თეზისიდან მხოლოდ დაუშვეს 12 მოხსენება. ამ 12-დან ჩვენი ერთ-ერთი მოხსენება იყო სწორედ გაშიფრვას ეხებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ფესტოსი არის ტოპონიმი, უძველესი დასახლება კუნძულ კრეტაზე. ეს აღმოაჩინა 1908 წელს იტალიელმა არქეოლოგმა ლუიჯი პერნიემ. და ფესტოსი დაერქვა დისკო, იმიტომ რომ ეს მრგვალი თიხის ფირფიტაა. 1999 წლის 13 დეკემბრის გაზეთში სახალხო განათლებაში დაიბეჭდა ნინო კიღურაძის სტატია, რომელიც ეხებოდა ფესტოს დისკოს ერთ-ერთი მკვლევარის ჰერბერტ ზებიშის მოსაზრებას, რომ ჰერბერტ ზებიში ამბობდა, რომ ფესტოს დისკო არის უძველეს საერთო ქართულ ენაზე შესრულებული. მე მაშინ ვიყავი 17 წლის და შემდეგში მე მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩვენს ფაკულტეტზე იყო აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი, რომელსაც აინტერესებდა საერთოდ უძველესი ენები. და მე დავიწყე მუშაობა მათემატიკური ტექსტების შესწავლა, ძველი ბაბილონური და ძველი ეგვიპტური მათემატიკური ტექსტების. ამის გამო ერთ პერიოდში 96 წელს მოსკოვშიც კი ვიყავი წასული ამ უძველესი ტექსტების შესწავლის თაობაზე. და ფესტოსის დისკო იყო ერთ-ერთი ჩემი მუშაობიდან ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც გავშიფრე. თუმცა ამის გარდა იქ კრეტაზე აღმოჩენილია მთელი არქივი წარწერებისა, რომელსაც ქვია პირობითად სერ არტურ ევანსმა დაარქვა A-კლასის ხაზოვანი წარწერები. რომელი ენაა? ეს არის სწორედ ეს ენა, რაც ფესტოს დისკოს ენა არის, საერთო ქართველური ენა, რომლიდან შემდეგ შეიქმნა სხვადასხვა დიალექტები, ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური. ძალიან დილეტანტურად ვსვამ ხოლმე ამ კითხვას, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პირველი დამწერლობა იყო ქართული და ქართულით დაიწყო ეს ყველაფერი, ვიღაცისთვის არის არადამაჯერებელი. ვიღაცას ეს ჯერა. რით მტკიცებულება ქართველების გარდა აქ ვინმეს კიდე? ანუ ჩვენ გვაღიარებენ, აღიარებენ ამ ამბავს? საერთოდ მეცნიერებაში, როცა მოხსენება გაქვთ, ეს ერთ-ერთი ფორმაა გაზიარების და ამის გარდა ჩვენთან დაკავშირებით ბევრი მასალა დაიბეჭდა. ინგლისში, კემბრიჯში გამოვიდა სპეციალური წიგნი ამ საკითხზე, ანუ ჩვენ გაშიფრასთან დაკავშირებით. დუბლინში ენციკლოპედია დაბეჭდილი, ამერიკის კონგრესმა დაბეჭდა არგონავტებთან დაკავშირებით ეს მასალა შეტანილია. საკმაოდ ბევრი წიგნი, 138 წიგნია უკვე ევროპის სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მოცემული. ეს აღიარებას ნიშნავს თუ წიგნი წიგნად რჩება? არა, ეს არის ეს არის ყველაზე რთულად ინფორმაციის გატანა, სამეცნიერო ინფორმაციის გატანა ევროპაში და ამერიკაში და ამის დაბეჭდა ესე ადვილი არ არის. რა აღიარა მსოფლიო? ეხლა გეტყვით მე მოკოლეთ, ჩვენ რომ ვამბობთ დამწერლობა, უძველეს დამწერლობიდან არა ანბანურზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ეს არ არის ანბანური დამწერლობა. ფესტოს დისკო არის სილაბურ ლოგოგრამული, ანუ მარცვლოვან სიტყვითი. ხოლო A-კლასის ხაზოვანი არის მარცვლოვანი დამწერლობა. მაყურებელმა რო გაიგოს. მე მესმის ეხლა თქვენ უბრალოდ შეგვიძლია მაყურებელს აუხსნა, რომ დაუშვათ პირველად იხატებოდა ნახატი ხარისა. და მკითხველი პირდაპირ ხედავდა ხარს. ეს არის ლოგოგრამა, ანუ სიტყვითი. შემდეგ ეტაპზე ადამიანმა დაიწყო არა სიტყვის წაკითხვა, არამედ ამ ხარის ნიშნის ქვეშ წარმოიდგინა პირველი მარცვალი ხარის, ანუ ხა. და მესამე ეტაპი, რომელიც უკვე შეიქმნა ანბანურ დამწერლობის დროს, ხს ჩამოშორდა ა და მარტო დარჩა ხს წაკითხვა. აი ესე გადავიდა. ანუ აია თითით ხა. დიახ, ეს ამას ალბათ ამასთან კავშირში არის იმ მხრივ რომ ეს ფორმა, ეს სწავლების ფორმა დღესაც არის შემონახული. ამ საკითხთან დაკავშირებით A-კლასის ხაზოვანი წარწერებში აღმოჩნდა, რომ დაუბრუნდოთ ამ თემას, 1500 სხვადასხვა ნივთზე არის წარწერა და ამ ტექსტებში არის სახელები. უძველესი საერთო ქართველური. რა სახელებია? აი მაგალითად აიეტი ფიქსირდება აია, ასევე შეიძლება ეს იყოს ტოპონიმის და ასევე ღვთის სახელით. ასევე არის წარმოდგენილი ამ ტექსტებში კოლხეთი.
თუმცა ჩვენ ვიცით რომ B კლასის ხაზოვანი წარწერები რომელიც უფრო მოგვიანო პერიოდისა ეს და ბერძნული წარწერებია იქ უკვე ხდება ეს მაიკ ვენტრისმა გაშიფრა 1950 წელს ეს ცნობილია სამეცნიერო საზოგადოების ჩვენი დამსახურება ახლა ქართველების დამსახურება რა არის არა ის რომ ჩვენ გამორჩეულად მნიშვნელოვანი დაუშვათ პირველი ადგილი გვაქვს ამაზე არ გვაქვს ჩვენ საუბარი არამედ ეს უძველესი დამწერლობა ხუთია ეს არის ეგვიპტური შუმერული პროტოელამური, ძველი ინდური და მეხუთე არის სწორედ კრეტული წარწერები. აქედან მხოლოდ გაშიფრულია შუმერული და ძველი ეგვიპტური. ჩვენი მოსაზრებით, ჩვენი თეორიის მიხედვით კრეტული წარწერები არის ახლა წარმოდგენილი ამ მხრივ. იგოეთში აღმოაჩინეს რაღაც ძალიან ძველი ფირფიტა, სადაც არის გაუგებარ ენაზე. ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი, რომ როცა გაიშიფრება, საერთოდ ამოყირავდება დამწერლობის ისტორიაო. ნახე ეს წარწერა ბატონ ვახტანგ ლიჩესაც ვესაუბრე, თუმცა ეს მოგვიანო პერიოდია. ამ პერიოდზე მე არ მუშაობ, ეს არის როგორც ახლა დადასტურდა ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნე და ჩვენი წარწერები უფრო ძველია, 1500 წლით ადრე მასთან შედარებით. ანუ ჰომეროსიდან დაახლოებით 800 წლის წინანდელი. იგოეთში შესრულებული წარწერა ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ მარცვლოვანიც არის. აქ მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენი ეს თემა ახლა წარდგენილია 4 სამეცნიერო კონფერენციაზე. კემბრიჯის, ანუ ინგლისში, ჰარვარდში, ეს ბოსტონშია, ათენის უნივერსიტეტში და ჰონკონგში, ჩინეთში. ამასთან დაკავშირებით ფინანსები ვერ გამოიყო ჯერჯერობით. ვინ უნდა დაგაფინანსოთ? როგორც ასე ჩანს, სახელმწიფოს ჯერ ფული არ აქვს. ამ შემთხვევაში მივლინების თანხებს გამოყოფს რუსთაველის ფონდი, რომელიც ექვემდებარება განათლების სამინისტროს, მაგრამ დღემდე რუსთაველის ფონდმა დღეს გამოაცხადა. ეს იქნება მარტში. მარტის კონკურსის შედეგები იქნება ივნისში. ეს რისი კონკურსი? კონკურსია, თქვენ შეგაქვთ თემა და ამას განიხილავენ, დააფინანსებს თუ არა განათლების რუსთაველის ფონდი ამ სამეცნიერო მივლინებას. ბატონო გია, მე ვარ ძალიან ამაყი, იმიტომ რომ ტელეკომპანია იმედი სხვა რაკურსი, ეხლა აი არ შემრცხვება ამ სიტყვის, რომ ითხოვს და აი ემუდარება მაყურებელს და იმ ადამიანებს, ვისაც ხელეწიფება, ვისაც შეუძლია დაწყებული 10 თეთრიდან და შემდეგ რომ თქვენ უნდა წახვიდეთ აუცილებლად ამ კონფერენციაზე. ჩვენ პირადი ანგარიში გვაქვს ასევე როგორც ლარში, დოლარში და ევროს ანგარიშები და შეუძლიათ მაყურებელს ან ვინმეს რა შესაძლებლობა აქვს გადმორიცხოს ამ ანგარიშზე. გადაცემების ციკლი დაკარგული მოპარული ისტორია ეს არის ყველაზე დიდი რამ რაც ჩვენ გაგვაჩნია და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობას ჩემს პროდიუსერს მაია სტეფნაძეს იმისთვის რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ აი ეს მოპარული დაკარგული ისტორია წინ წამოვწიოთ და თელმა საქართველომ და თელმა მსოფლიომ გაიგოს თუ ვინ ვართ რა მოგვიტანეთ რა ეს არის ისტიხის ფირფიტა რომელზეც წარმოდგენილია წარწერები ასეთი 1500 წარწერა არის მოცემულია სახელები აია აქ არის აია კიდევ მეორე სახელი რომელიც მედიას და კირკეს ზესახელია აპოლონიუს როდოსელის არგონავტების მიხედვით ეს არის აიეტი აქ არის ტექსტში კოლხეთი აღმოჩნდა ერთ-ერთი თიხის დოქი რომელზეც წარწერა არის ეს არის მოგვიანო პერიოდის ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-3 საუკუნე აქ არის გარდაცვლილი ადამიანის სახელი ტეკუსიკა ანუ ტეკუს არის სახელი ძველი სახელი ტეკუს და იკა დაბოლოება არის კნინობითი მოფერებითი სახის ეს კი აღმოჩნდა ჩხოროწყუს მუზეუმში ეს არის იმ პერიოდის წარწერა ახაზოვანის პარალელური პერიოდისა და ერთი ნიშანი ამოვიცანით აქ დანარჩენი იმდენად დაზიანებული ბატონ გია ვინმეს მიმართეთ აი განათლების სამინისტრო ეხლა იკვლევს ამას ყველაფერს თუ უნდა წახვიდეთ თუ არა აი ეს ნიშნებია ჩვენთან წარმოდგენილი მარცვლოვანი მე მიმართე ოფიციალურად სახელმწიფო სტრუქტურებს და ყველა მითითებას იძლევა რუსთაველის ფონდზე და რუსთაველის ფონდზე მოგახსენებთ კერძოდ არავის არ მიმართეთ კერძო პირებსაც მიმართ ჯერჯერობით არაფერი არის ცოტა მაინც რომ მოგცენ ჩვეულებრივმა ხალხმა გადმორიცხა უпростоრად რომ გითხრათ მე რამდენიმე ნაწილს გაჩვენებდით კიდევ ბერძენი მკვლევარის მიხედვით ეგეოსის ზღვისპირეთში აღმოჩენილი ორი პატარა დედაღმერთის ქალდაკება
აქ არის ჩვენთან აღმოჩენილი საქართველოში და აღმოჩენილია კუნძულ სამოსზე და მან დაადასტურა რომ ეს არის სამხრეთ კავკასიური უძველესი კოლხური ცივილიზაციის ნიმუში. ასევე აღმოჩნდა ეს ორმაგიცური ოქროსი არის დედა ღმერთის სიმბოლო და ჩვენთან ეს კრეტაზეა და ეს ჩვენთან არცაისში აღმოჩენილი. რასაოცარი. ანუ ერთდაიგივე ბევრი რამე არის. ამაზე წერს ამ წარწერების ნიშნებზე ჰაინც ფენრიხი ერთ-ერთი დიდი ქართველოლოგი გერმანელი, რომ ქართველებს უძველესი დამწერლობა ხმელთაშუაზღვისპირეთიდან აქვს გადმოტანილი. არა იმიტომ, რომ ქართველები იქ ცხოვრობდნენ და აქ არა. ამ სივრცეში განსახლება ქართველების, ქართველური მოდგმისა, აი ჩვენი უდიდესი ქართველი მეცნიერების მიხედვით, აი სივრცეა, ეს არ გეგონოთ თქვენ რომ რამე ფანტაზიასთან გვაქვს საქმე. ამას წერს გერმანელი მეცნიერი. ეს არის ის პერიოდი, როცა ინდოევროპული ტომები ჯერ არ არიან გავრცელებული ევროპის კონტინენტზე. ევროპელი მეცნიერების მიხედვით გაკეთებულია ველური ვაზის გავრცელების სივრცე. ის ზუსტად ის სივრცეა, სადაც ქართველური მოდგმა იყო განსახლებული. ანუ ქართველური მოდგმის ადამიანმა ეს კულტურა გავრცელა კავკასიიდან ხმელთაშუაზღვისპირეთში. მე გისურვებ წარმატებას, მე ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ გაემგზავრებით და არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც გასწევენ დახმარებას მხოლოდ საქართველოსთვის და არა მარტო თქვენთვის, ბატონ გიასათვის. აიხარეთ. დიდი მადლობა. გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. გვიყურეთ.